როგორ გამოიყურება მოკლე დროში დაპატიმრებული პოლიტიკური ლიდერების სია. ამ ეტაპზე 6 პოლიტიკოსი ზის ციხეში. დიდი ალბათობით სია გაიზრდება. მამუკა ხაზარაძე 8 თვე, ბადრი ჯაფარიძე 8 თვე, გიორგი ვაშაძე 7 თვე, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე 7 თვე, ნიკა გვარამია ციხეშია და განაჩენს ელოდება, ირაკლი ოქრუაშვილი ციხეშია და განაჩენს ელოდება, გივით არგამაძე განაჩენს ელოდება. Ყველა დაკავებული ლიდერი ციხეში შესვლამდე ხალხს ბრძოლისკენ მოუწოდებდა. ჩვენ უკვე ჩამოვთვალეთ ვინ დააპატიმრა რეჟიმმა, ეგრეთ წოდებულ საგამოძიებო კომისიაზე მიუსვლელობის საბაბით. გავიხსენოთ, რას ამბობდნენ ისინი დაკავების მომენტში. ერთობა და ბრძოლის გაგრძელება. ბიზინა ვისაც შეაშინებს, იმის დედავატირებენ ეს სიტყვები მამუკა ხაზარაძეს ეკუთვნის სასამართლო გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ. ერთიანობით უნდა ვუპასუხოთ ამ ძალადობას სიმშვიდით, არანაირი უმედობა თქვა ბადრი ჯაფარიძე. ცეცხლი ოლიგარქიას, ბიძინას რუსული რეჟიმი დაემხობა მალე. თავისუფლება ყველა პოლიტიკურ პატიმარს. თავისუფლებას მიაღწევს ქართველი ხალხი აუცილებლად. ზურაგირჩი ჯაფარიძე კიდევ ერთი პოლიტპატიმარია, რომელსაც იმავე საბაბით არალეგიტიმურ კომისიაზე გამოუცხადებლობა. პატიმრობა შეუფარდეს კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი, არც სასამართლოს დაესწრო განაჩენის გამოცხადების დროს, მაგრამ შეგვიძლია გავიხსენოთ, რა სიტყვები წარმოთქვა მან წინასხდომაზე, როცა ხელბორკილები დაადეს. ციხეში შესვლის განსხვავებული ფორმა აირჩია ნიკა გვარამია. მის თავისი ფეხით მივიდა საპყრობილესთან, დაურეკა პოლიციას და დაელოდა დაპატიმრებას. გავხსენოთ, რა თქვა კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთმა ლიდერმა ბორკილების დადებამდე. ოლიგარქია უნდა დაემხოს. დიდება საქართველოს. ნიკა მელია, კოალიცია ცვლილებისთვის კიდევ ერთი ლიდერი, ის სასამართლოს სხდომის წინა დღეს გაიტაცეს, შემდეგ მეორე დღეს უკვე რეჟიმის კომისიაზე გამოუცხადებლობის საბაბით პატიმრობა შეუფარდეს, მერე კი დაუმატეს კიდევ ერთი საქმე სასამართლოს უპატივცემულობის ბრალდებით. იგულისხმება მოსამართლისთვის წყლის შესხმა. მომდენო 3 წელიწადი დაგაკვირდებათ ჩინჩალაძე, მურუსიძე, რამდენად გორჩილი იქნებით და ისე მიიღეთ გადაწყვეტილება. ეს კაცი უნდა ციხეში ზის ირაკლი ოქრუაშვილიც არც ის მივიდა წულუკიანის კომისიაზე, არც გირავა გადაიხადა, არც სასამართლოს ხდომებს ესწრება. სასჯელი იგივე იქნება პატიმრობა. დაკავებით ემუქრებიან გახარიას, რომელიც ხდომაზე ერთხელ მივიდა, მაგრამ ახლა ქვეყანაში არ იმყოფება. წულუკიანმა უარი თქვა მისთვის დისტანციურად შეკითხვების დასმაზე, როგორც ჩანს, პოლიტიკური ლიდერი არ აპირებს დასწრებას განმეორებით გამოკითხვაზე. პარალელურად გახარიას დაპატიმრებას ემუქრებიან ჩორჩანას საქმეზეც, დაპატიმრება ემუქრება გივით არგამაძესაც, არც ის მივიდა რეჟიმის კომისიაზე. აქვე უნდა აღინიშნოს ერთი დეტალი, რეპრესიები არ გავს მხოლოდ 7 და 8 თვით დაკავებას, უკვე დაკავებულ პოლიტიკოსებს განმეორებითაც იბარებენ რეჟიმის კომისიაზე, მათ ნაწილს კი უკვე უყენებენ ბრალს სულ სხვა საქმეებზე და ერთ-ერთი ჩვენ ვახსენეთ კიდეც ეს ირაკლი ოქრუაშვილია. პოლიტპატიმრების რაოდენობის ზრდა უკვალოდ არ ჩაივლის, რეპრესიებს სავარაუდოდ სანქციების ახალი ტალღა მოჰყვება, ქართულმა ოცნებამ უნდა შეწყვიტოს განსხვავებული აზრის გაჩუმება და გაათავისუფლოს ყველა პოლიტიკური პატიმარი, ამის შესახებ სოციალურ ქსელში დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრი იწევს. საქართველოს ოპოზიციური ლიდერების დაპატიმრება პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის ბოიკოტის გამო უხეში მცდელობაა აღიკვეთოს პოლიტიკური ოპონენტების არჩევნებში მონაწილეობა. ვკითხულობთ სტივენ დაუთის პოსტში, რომლის ქართულ თარგმანს საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩოც ავრცელებს. ჯეიმს მაკლერი დიდი ბრიტანეთის მთავრობას მიმართავს და რეაგირებისკენ მოუწოდებს. გაერთიანებული სამეფოს თემთა პალატის წევრი ეხმაურება გიორგი ვაშაძის პოლიტიკურ პატიმრობას და წერს, რომ ოპოზიციონერს მომდევნო კვირას უნდა შეხვედრო და ყველა პოლიტიკური პატიმარი უნდა გათავისუფლდეს. დიდმა ბრიტანეთმა ახლავე უნდა დაასანქციროს ივანიშვილი და მისი კორუმპირებული მთავრობა, დაწერა პოლიტიკოსმა პლატფორმა X-ზე. საქართველოში ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დაკავებას ეხმაურება ლიეტუვის საგარეო უწყების ხელმძღვანელი, რომელიც ჰააგაში ნატოს სამიტზე იმყოფება. ევროსკოპთან ინტერვიუში კესტუტის ბუდრისი აცხადებს, რომ საქართველოში ვითარება დღითიდღე უარესდება და ევროკავშირი რამდენიმე საპასუხო ნაბიჯზე მსჯელობს, მათ შორის უვიზო რეჟიმის გაუქმებაზეც. ჰააგის სამიტი პირველია, რომელზეც საქართველო არც ერთ დონეზე არ არის წარმოდგენილი.
human rights situation is deteriorating. ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით საქართველოში ვითარება უარესდება, რაც ძალიან სამწუხაროა. ამიტომ ჩვენ უნდა გავაგრძელოთ იმ ვარიანტებზე მუშაობა, რა გავაკეთოთ შემდეგ, რაზეც საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე ვისაუბრეთ. ჩვენთვის საქართველო ნამდვილად მნიშვნელოვანია, კანდიდატი ქვეყანაა და ჩვენ არ შეგვიძლია უბრალოდ იმის იგნორირება, როცა ოპოზიციის პოლიტიკურ ლიდერებს აპატიმრებენ. საჭიროა არა მარტო ფაქტის აღნიშვნა, არამედ რეაგირება. ბევრი ვარიანტია, მათ შორის უვიზო რეჟიმი ევროკავშირთან, ფინანსური დახმარება და სხვა ელემენტები. ასე რომ ველი ამ დისკუსიის გაგრძელებას კოლეგა მინისტრებთან.